ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ სახელმწიფოს ფინანსები, მისი შემოსავლითი ნაწილი და აგრეთვე ხარჯვის პრაქტიკა. Უპრიანი იქნება თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, დონეების მიხედვით. როგორც წინა ნახაზზე ვნახეთ, შემოსავლები ფორმირდება სამ განსხვავებულ დონეზე. ეს არის ადგილობრივი მთავრობის შემოსავლები, ეს გახლდათ შტატის მთავრობის შემოსავლები და ფედერალური მთავრობის შემოსავლები. ყველაზე მსხვილი მოცულობის მიმღები ბუნებრივია გახლავთ ფედერალური მთავრობა, რომელიც ასევე როგორც მხარჯველი ინსტიტუტი, როგორც მხარჯველი ერთეული, ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს ანხორციელებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოებისათვის განკუთვნილ პროექტებში. როგორც ხედავთ, მთლიანი შემოსავლის, საგადასახადო შემოსავლის 2/3 განკუთვნილია ფედერალური მთავრობისათვის. შესაბამისად, ფედერალური მთავრობა წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ხარჯველ ერთეულს. 2004 წელს მთლიანი საგადასახადო შემოსავალი დაახლოებით $1.9 ტრილიონ ეკვივალენტური გახლდათ. ანუ ფედერალური მთავრობის განკარგულებაში 2004 წელს საზოგადოებრივი ცხოვრების პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად მოხდა დაახლოებით $1.9 ტრილიონ თანხა. შესაბამისად, თუკი ამ თანხას ჩვენ გავყოფთ მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე იმ პერიოდში, რომელიც დაახლოებით 294 მილიონი გახლდათ, მივიღებთ ერთ სულ მოსახლის მიერ, ერთი მოქალაქის მიერ გაღებულ გადასახადების მოცულობის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვივა $6,400 ფარგლებში დაახლოებით. საგადასახადო შემოსავლების კონცენტრირება ხდება განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც იმ დროით მონაკვეთში, როდესაც მოსახლეობა, ოჯახები ავსებენ თავიანთ საგადასახადო დეკლარაციას. ანუ დოკუმენტს, სადაც წარმოდგენილია შემოსავლები და ხარჯები გასული წლის განმავლობაში. დეკლარაციის წარდგენის ვადა არის დაახლოებით 15 აპრილია, ისევე როგორც სხვა შორის საქართველოში და ამ პერიოდში ხდება უკვე დათვლა გასული წლის მანძილზე მთლიანი შემოსავლების, აგრეთვე მთლიანი დანახარჯების. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებს შემოსავლები უყალიბდებათ სხვადასხვა წყაროებიდან. ანუ დეკლარაციაში მითითებულია ყველა ის წყარო, საიდანაც შესაძლოა, რომ პირს ჰქონდეს შემოსავალი. ეს გახლავთ პირველ რიგში სახელმწიფო შემოსავალი ბუნებრივია, შემდგომ დანაზოგიდან მიღებული სარგებელი, დანაზოგები, რომელიც ფულადის სახით განთავსებულია საბანკო ან სხვა საფინანსო ინსტიტუციებში. ეს შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში არსებული ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, მცირე ბიზნესის შემოსავალი და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა წყაროები
იყრის თავს ერთიან შემოსავლად და მიეთითება ერთიანი, ასე ვთქვათ, საშემოსავლო თანხა, რომელსაც შემდგომ აკლდება ხარჯები, რომლებიც კანონმდებლობის მიხედვით აღიარებულია ასეთად. შესაბამისად, შემოსავლებისა და ხარჯების სრული მოცულობის დათვლის შემდგომ რჩება წმინდა შემოსავალი, რომლის დაბეგრვაც ხდება უკვე კანონის მიერ. აქვე უნდა გავეცნოთ ისეთ მნიშვნელოვან ცნებას საგადასახადო პრაქტიკაში, როგორცაც წარმოადგენს ზღვრული განაკვეთი. ეს არის განაკვეთი, რომელიც მოდის შემოსავლის ყოველ დამატებით დოლარზე ჩვენ შემთხვევაში. ანუ პრაქტიკულად ვიდრე ზღვრული განაკვეთის რაოდენობას გავეცნობით უფრო ახლოს ცხრილის სახით, კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი ყველა იმ წყაროებს, რაც შემოსავლის საშუალებას წარმოადგენს ფედერალური მთავრობისათვის გადასახადების სახით. ეს არის ხელფასის გადასახადი, რომელსაც კომპანიები უხდიან თავიანთ თანამშრომლებს გაცემულ ხელფასზე, სოციალური დაზღვევის გადასახადი, რომელიც გროვდება სოციალური უზრუნველყოფის და სამეცნიერო ხარჯების პროექტების გასაფინანსებლად, კორპორაციული გადასახადი, მოგებიდან გადასახადი, აქციზური გადასახადი, რომელიც გამოიყენება სპეციფიური საქონლის კატეგორიის დასაბეგრავად, ისეთი როგორიც არის ბენზინი, ალკოჰოლური სასმელები და ასე შემდეგ. თავის მხრივ უძრავი ქონება, იქნება იგი ინდივიდის თუ კომპანიის მფლობელობაში, იგი იბეგრება ასევე იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები საბაჟო გადასახადით. კერძოდ, პრაქტიკულად მიღებულია, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა ეგრავს თავიანთ კომპანიებს საექსპორტო ოპერაციებში. შესაბამისად, საექსპორტო ოპერაციები შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად თავისუფალია ყოველგვარი სახის გადასახადისაგან, მაშინ როდესაც საიმპორტო გადასახადები იბეგრება რიგ ქვეყნებში და ეს ყველაფერი, ვთქვათ, აი ამ ასე ვთქვათ, ოპერაციების განხორციელების პერიოდში უშუალოდ იბეგრება საბაჟო წერტილის გადაკვეთისას. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ის წყაროები, მოცულობები, რომელიც კონკრეტულ პერიოდში 2004 წელს ფედერალური მთავრობის შემოსავალს შეადგენდა, როგორც ხედავთ, ძირითადი საშემოსავლო წყარო ეს არის ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი და სოცდაზღვევის გადასახადი, რომელიც დაახლოებით წარმოადგენს მთლიანობაში იდენტურ მოცულობას. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მოცემული გვაქვს ასევე და საპროცენტო წილი მთლიან შემოსავლებში, როგორც ხედავთ, 53% ამ წელს მოდიოდა ინდივიდუალურ საშემოსავლო გადასახადზე და დაახლოებით 40% სოციალურ გადასახადებზე. ჩვენ შევეხეთ გადასახადის ზღვრული განაკვეთის თემას და აი აქ წარმოდგენილი გვაქვს ცხრილის სახით მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ კონკრეტული ინდივიდი, თქვათ,
1 მილიონი დოლარის წლიური შემოსავლის შემთხვევაში იხდის აი ამ ზღვრული პარამეტრის მეშვეობით გასხვავებულ გადასახადს სხვადასხვა ზღვარზე. ანუ პირველი 7150 დოლარი იბეგრება მხოლოდ 10%. და არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე თითქოს მთელი მილიონიანი შემოსავალი იბეგრება მაქსიმუმით 35%. ანუ დაწესებულია ზღვრები და აი ამ ზღვრების მიხედვით ხდება გადასახადის გადახდა ინდივიდის მიერ. ხედავთ ფედერალური მთავრობის შემოსავლების გადანაწილებას, სადაც ისევ და ისევ როგორც სტატისტიკის საფუძველზე დავწმუნდით ჩვენ, აი აქ ამ შემთხვევაში ამ გრაფიკის საფუძველზე იგივე ოღონდ ვიზუალურად უკეთესი, ასე ვთქვათ, წარმოდგენა გვექნება. ეს არის უდიდესი წყაროები, ეს გახლავთ სოციალური დაზღვევის და ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადები. ახლა შევეხოთ გადასახადების სქემაში მეორე მხარეს, ხარჯვით მხარეს. ჩვენ დაახლოებით წარმოგვექნა შტაბ-შტილება თუ როგორ ფორმირდება შემოსავლები, ახლა კი ხარჯები. ეს არის ფედერალური ხარჯები, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებულ ტრანსფერულ გადასახადებს და საქონლისა და მომსახურების შეძენას. ტრანსფერული გადასახადები წარმოადგენს იმ ტიპის თანხებს, რომელიც სანაცვლოდ მთავრობა საქონელს და მომსახურებას და აღსანიშნავია, რომ მთელ ხარჯვით პრაქტიკაში ტრანსფერული გადასახადები წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ხარჯვით მუხლს. ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იმავე 2004 წელს შეადგინა დაახლოებით 2 ტრილიონ 300 მილიონი დოლარი. ანუ იგი, როგორც ხედავთ, 400 მილიონი დოლარით აღემატებოდა უკაცრავად 400 მილიარდი დოლარი აღემატებოდა ფედერალური მთავრობის შემოსავლებს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ მთავარი ხარჯვითი კატეგორიის ტრანსფერების შესახებ, რომელიც პრაქტიკულად სოციალურ უსაფრთხოებას ხმარდება. შემდგომი კატეგორია ეს გახლავთ თავდაცვა, შემდგომ შემოსავლის უსაფრთხოება, წმინდა სარგებელი, პროგრამა Medicare, ჯანდაცვა, რომელსაც სხვანაირად Medic AIDS-საც უწოდებენ და სხვა. აი ეს გახლავთ სტრუქტურა მთავრობის მიერ გადასახადები ფორმირებული შემოსავლების ხარჯვისა, რის საფუძველზეც იგი უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის აუცილებელ ყველა საქმიანობის და მომსახურების საქმიანობის გაწევას და მომსახურების მიწოდებას. აი თახობრივად გვაქვს წარმოდგენილი ამ ცხრილში სოციალური უსაფრთხოება ტრილიონ 688 მილიარდი, ეროვნული თავდაცვა ტრილიონ ნახევარი, შემოსავლების უსაფრთხოება 1 ტრილიონ 333 მილიარდი, 133 მილიარდი, Medicare 915 მილიარდი, ჯანდაცვა 817 და ასე შემდეგ. ეს უკაცრავად ეს გახლავთ თითოეულ სულ მოსახლეზე გაწეული ხარჯი შესაბამისად 1688 დოლარი სოციალურ უსაფრთხოებაზე, ეროვნულ თავდაცვაზე 1551, შემოსავლების უსაფრთხოებაზე 1123 და ასე შემდეგ. რაც შეეხება მთლიან თანხას,
აი ამ სფეროების მიხედვით ეს გახლავთ დაახლოებით 500 მილიარდი დაიხარჯა სოციალურ უსაფრთხოებაზე, ეროვნულ თავდაცვაზე 456 მილიარდი, შემოსავლების უსაფრთხოებაზე 333 მილიარდი, Medicare 269 მილიარდი და ასე შემდეგ. ჩვენ ალბათ გავიხსენებთ დღევანდელ დღესაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარე დებატებში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შემოსავლების თემას, კერძოდ გადასახადების თემას, თუ როგორ დაიბეგრება როგორც ინდივიდი, ასევე კომპანიები მომავალში და სავარაუდოდ ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომელიც განაპირობებს არჩევნების შედეგებს. ანუ საპრეზიდენტო კანდიდატები ძალიან მნიშვნელოვან აქცენტირებას აკეთებენ აი ამ თემებზე. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საგადასახადო თემატიკა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცხოვრების პრიორიტეტი. ხოლო პროპორციების მიხედვით ეგრეთ წოდებულ ნამცხვრისებ დიაგრამაზე წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ ხარჯვითი კატეგორიები. და ბოლოს წლის ბოლოს ბუნებრივია სრულდება ბიუჯეტთან მიმართებით არსებული ყველა ოპერაცია და საბოლოო ჯამში დაითვლება ის, თუ რა შემოსავალი ქონდა სახელმწიფოს, მთავრობას, რამდენი დახარჯა და გვაქვს ორი შემთხვევა. ერთი, როდესაც დახარჯულია უფრო მეტი, ვიდრე იყო შემოსავალი, შესაბამისად ეს სხვაობა გარკვეული სხვადასხვა წყაროებიდან იფარება, რასაც ჩვენ გავეცნობით მოგვიანებით უკვე. ამ პირიქით წინასწარ დაგეგმილ თქვათ შემოსავლებზე მეტი იყო და შესაბამისად ვინაიდან ხარჯების მოცულობა იყო ფიქსირებული და შემოსავლების ძველ პროგნოზზე ორიენტირებული, შესაძლოა რომ შემოსავალი აღემატებოდეს ხარჯებს და საბოლოო ჯამში ადგილი ჰქონდეს ეგრეთ წოდებულ დანაზოგს. ანუ ჩვენ ეს ტერმინები გვაქვს წარმოდგენილი აი ამ სლაიდზე. პირველ ყოვლისა დანაზოგის შემთხვევაში ეს არის ბიუჯეტის გარდამეტი, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო შემოსავლების შემთხვევას, როდესაც საგადასახადო შემოსავლები მთავრობის ხარჯზე მეტია და გასაგებია რომ ეს ასე ვთქვათ დანაზოგი შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიხედვით მიიმართება ამა თუ იმ ფუნქციის შესასრულებლად. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს გადახარჯვას, ანუ უпростоრად ნაკლები შემოსავლის პირობებში მეტ ხარჯის გაწევას და შესაბამისად ხარჯების აღმატებულობას შემოსავლებზე, ამბობენ რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ბიუჯეტის დეფიციტს. ანუ ბიუჯეტის დეფიციტი წარმოადგენს მთავრობის ხარჯების საგადასახადო შემოსავლებზე მეტობას და ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნეთ, მთავრობა წარმოქმნილ სხვაობას, რასაც დეფიციტს უწოდებენ, ფარავს სხვადასხვა ტიპის მოზიდული სახსრებისაგან, ანუ პრაქტიკულად უწევს სესხის აღება და თავისი დავალება